ქართული ოცნება რეპრესიებს და დაშინების პოლიტიკას სულ უფრო ამკაცრებს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებს სამსახურებიდან საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღიად გაემიჯნენ მის გადაწყვეტილებებს. თანამდებობებს ატოვებინებენ ყველას, ვინც დასავლური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროტესტის აქტიური მონაწილეა და ხმა აიმაღლა ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების წინააღმდეგ. წლების შრომა და ძალისხმევა სახელმწიფო სამსახურში ახლა განსხვავებული და დამოუკიდებელი პოზიციებისთვის ოცნების რევანშს ეწირება. ხელისუფლების მიდგომებს ასახავს გათავისუფლების ფორმაც, მხოლოდ სატელეფონო ზარით ან ელექტრონულ პოსტაზე მისული წერილებით. ნიკა საჯაია მოგვიყვება ამ ისტორიების შესახებ. სოფო ყოველ საათს და საათობრივად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სამსახურებში უკვე შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულება და ყველა მათგანი საუბრობს, რომ ეს არის რეპრესია, ვინაიდან თითოეული მათგანი არის ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ რეპრესიულ ქმედებასა და ძალის გამოყენებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან დემონსტრატების წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი ღიად აფიქსირებდნენ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ემიჯნებიან ქართული ოცნების პოლიტიკას ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე. სწორედ ასე ხსნიან ისინი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათივე სამსახურის ხელმძღვანელებამ მიიღეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით მოწინავე არის საჯარო რეესტრის სამსახური, ასევე თბილისის მერია, თუმცა წმენდა მიმდინარეობს სხვა უწყებებში და თანამშრომელთა ნაწილი მეილების მეშვეობით გებულობს იმას, რომ მათ უბრალოდ სამსახური არ აქვთ, ან HR-დების წარმომადგენლები ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ეუბნებიან, რომ უბრალოდ შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდათ. უმეტესობა საუბრობს იმასაც, რომ ამის არანაირი მიზეზი ოფიციალური დასახელებული მათთვის არ არის. რეპრესიამ ჩემთანაც მოაღწია. დიდი მადლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩემი და ჩემი თანამოაზრე თანამშრომლობისთვის გაკეთებული წინა საახალწლო საჩუქრისთვის. დიდი მადლობა, რომ ორწლიანი შრომა უბრალოდ 24 წამიანი ზარით დაასრულეთ. დღეს 30 დეკემბერს HR-თან სატელეფონო კომუნიკაციით შემატყობინეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღარ აგრძელებს ჩემთან შრომით ხელშეკრულებას. დღეს 30 დეკემბერს HR-თან სატელეფონო კომუნიკაციით შემატყობინეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გააგრძელა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება. ვინც კარგად მიცნობთ, ხვდებით, როგორ სიმწრით მეცინება ახლა ამ მარაზმზე. აქვე დავწერთ, რომ ერთ-ერთი პირველი შეუერთდი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის განცხადება პეტიციას. ამ თემაზე ვრცლადაც აუცილებლად დავწერ. რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო კომუნიკაციით მეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება. ორწლიანი შრომის შემდეგ სულ 24 წამიანი სატელეფონო საუბრით შემიწყვიტეს ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით. აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი ვიყავი 400 ადამიანიდან, ვინც მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც ვგმობდით ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, ვისაც შემსავით ჰქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. დიდი მადლობა რეესტრს ჩემი შრომის დაფასებისთვის. რეპრესიები მე და ჩემს მეგობარსაც შეგვეხო. დღეს დაგვირეკეს და ყოველგვარი მიზეზგარეშე გვითხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ გვიგრძელებენ, როცა 3 წელი მაგ ცენტრში ვმუშაობდი. მიზეზი ჩვენთვის ძალიან აშკარაა. აქციებზე სიარული და ყოველთვის ხმამაღლა, რომ ვაფიქსირებდით ჩვენს აზრს ამ სისტემის მავნებლობაზე. ეს არის მცირე განცხადებები იმ ადამიანებისა, რომლებიც გაათავისუფლეს სამსახურში, როგორც უკვე გითხარით, ყოველ საათს იზრდება, ყოველ წუთიერად შეიძლება ვთქვათ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იგებენ, რომ 2025 წლიდან მათ უბრალოდ სამსახური არ აქვთ. ყოველივე ამას რეპრესიებს უკავშირებენ მესამე სექტორში უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. საუბრობენ, რომ თავად კანონი არ მოდის თანხმედრაში, იგივე საქართველოს კონსტიტუციასთან, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერები იძახიან, რომ მათთვის მთავარი არის სწორედ საკონსტიტუციო წყობილება და კანონის დაცვა. შესაბამისად, იურისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დავა ადგილობრივ დონეზე გაგრძელდეს რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით, ასევე იურისტთა ნაწილი უკვე მუშაობს საერთაშორისო იმისთვის, რომ მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს. მათ მიზანია საჯარო მოხელეების დაშინება, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ, რომ ასეულობით საჯარო მოხელემ კრიტიკული პოზიციები გამოთქვა მიმდინარე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ისინიც ასევე არიან პროტესტის მონაწილეები, მათ ხშირად ვხედავ ხოლმე პარლამენტის წინ და ახლა ამ ცვლილებებით ისინი ცდილობენ, რომ საჯარო სამსახური გაწმინდონ, ან დააშინონ და შეაჩერონ საჯარო სამსახურის რღვევა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან
ძალიან აშკარაა, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული, ხო ის ძალიან გავს თქვა იგივე რუსული კანონების წყებას, იგივე ბალოტნაიას მოძრაობის შემდეგ სწორედ იგივე გააკეთა პუტინმა და შეეცადა, რომ საფუძველშივე მოეკლა პროტესტი საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს არ გამოვა. ერთი მხრივ ის იფიცებს კონსტიტუციაზე, რომ დაიცავს, დებს ფიცს, რომ კონსტიტუციას დაიცავს და მეორე მხრივ ხელს აწერს იმ კანონებს, რომელიც კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევა და ამას აკეთებს პირველივე დღეს. და ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, რომ ყველა ეს კანონი გაიაზრო, წაიკითხო და კონსტიტუციასთან შესაბამისობა განსაზღვრო, მაგრამ არც მოლოდინი არ არსებობდა, რა თქმა უნდა, იმის, რომ ის გამოიყენებდა ვეტოს ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებდა ამ კანონებს ქართული ოცნების პარლამენტს და ეტყოდა, რომ ეს რაღაცების შეცვალეთ. ამის მოლოდინიც არ იყო. ქვეყანა იმყოფება როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ კრიზისში, ეს კრიზისი თანდათან უფრო და უფრო ღრმავდება და ეს რეპრესიები იღებს სხვადასხვა ფორმას. ეს თავიდან იყო რაღაცა აქციის ძალიან ძალადობრივი ფორმით დაშლა, წამება და ესეთი მძიმე დანაშაულები, რომელიც თან ახლდა აქციების მიმდინარეობას, აქციების დაშლას და ამას დაემატა კანონმდებლობის გამკაცრება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ხალხზე, ხალხის მოქმედებაზე, ხალხის ნებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული და ალბათ მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება პროტესტები. არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტი შემთხვევა იქნება და გაიზრდება წმენდა საჯარო სექტორში მას შემდგომ, როდესაც საახალწლო დღესასწაულები დასრულდება, ვინაიდან უკვე ამოქმედებულია ახალი რეპრესიული კანონიც. ამ შემთხვევაში ძირითადად ხელშეკრულება უწყდებათ ადამიანებს, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულება შეუწყდა საჯარო სექტორში დამსაქმებულ იმ ადამიანს, ვისაც უვადო ხელშეკრულება ჰქონდა, თუმცა იურისტები საუბრობენ, რომ ახალი კანონი კიდევ უფრო მარტივს გახდის ქართული ოცნებისთვის, რომ მათთვის არასასურველი, ასე ვთქვათ, კადრებიდან გაწმენდოს საჯარო სივრცე, როგორც გითხარით, თავად დასაქმებულთა, უფრო სწორად უკვე გათავისუფლებულთა ნაწილიც და იურისტებიც ამზადებენ და ემზადებიან სამართლებრივი დაავებისთვის.